სტუმარი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონ ვიქტორ, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბოლო დღეების განმავლობაში განცხადებები 9 აპრილზე შემდგომ უკვე ასეთი განცხადებები რაღაცნაირად ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტი საფუძველი იპოვეს პროტესტის მონაწილეებმა, რომ ისაუბრონ ქართული ოცნების არა ქართულ, არა ეროვნულ პოლიტიკაზე. მე თქვენი პოზიცია მინდა მოვისმინო. ის რაც ითქვა ანწუხელიძეზე თეა წულუკიანის მიერ და დღეს უკვე ირაკლი კობახიძის მიერ მისი გამართლება. თქვენ როგორ აფასებთ, როგორ ხედავთ, როგორ გესმით? აქვს თუ არა რაიმე სხვა განსხვავებული ახსნა, ვიდრე ახსნეს და გააპროტესტეს მოქალაქეებმა? მე ალბათ განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ გავაკეთებ და ჩამოგიყალიბებთ პასუხს ისე, როგორც ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია. ქართულ ოცნებას ერთი უცნაური რამ სჭირს ნებსით უნებლიეთ. ერთის მხრივ საუბრობენ ქართულ სახელმწიფოებრივ იდენტობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროს. აბა ეხლა სხვაგვარად ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობის მატერიალური ინფრასტრუქტურა, თავდაცვის სისტემა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თვითგმარობა. აი დღეს რო ჩვენ შევხედოთ ქვეყნის შიგნით და მერე დავზუმოთ ქვეყნის გარედან, ამ სტრუქტურას მატერიალური სახით რა გამოარჩევს თვითგმარობით, დამოუკიდებლობით, განვითარების პერსპექტივით, მაგრამ ამის გარდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრიობაზე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის არამატერიალური სიკეთე, ეროვნული სიმბოლოები. და ის ჩვენ რასაც ვისმენთ ჩვენ, ანუ გარდა იმისა, რომ ხდება მოშლა და დემონტაჟი იმისა, რასაც უნდა დაერტყოს ქვეყანა მატერიალური გაგებით, ხდება იერიშის მიტანა მის არამატერიალურ სიკეთეებზე, სიმბოლოებზე და ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომელიც თითქოს და ცდილობა არის მისი გათეთრების და ინტერპრეტაციის სხვაგვარად წარმოჩენის და სხვა შემთხვევაში სიმართლე რო გითხრათ, მე მაგ ინტერპრეტაციასაც მივიღებდი, რომ არ არის ზოგადი მაგისტრალური ხაზი, რასაც ვხედავთ. და ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, ამიტომ ეს ნაწილი არის როგორც იმ პირველ მაგისტრალთან, მატერიალურ მაგისტრალთან, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, სხვა სისტემები, მათ ჩამოშლასთან დაკავშირებით, ასევე მეორე ნაწილი, რასაც აი ეს არამატერიალური სიკეთეები ქვია და ეს პირველი შემთხვევა არ არის და ამიტომაც შეიძლება ჩვენ ამაში დავინახოთ იგივე გზის გაგრძელება, რასაც ახლა ჩვენ ხშირად ვთქვით, რომ რეალურად საქართველოში მიმდინარე პროცესები ჩვენ შეიძლება დავყოთ ორ ეტაპად. ერთი პირველი ეტაპი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დაგნინება და მეორე ეტაპი არის საგარეო პოლიტიკის ვექტორის მკვეთრი შეცვლა. ერთობაში, ერთიანობაში არის სხვა არაფერი თუ არა საკონსტიტუციო გადატრიალება, სტოლფასი, მიახლოვებული მოქმედება და ეს სხვა არაფერი არ არის თუ არა სახელმწიფოს გაშიშვლება, მისი მოწყვადობა და აი თუნდაც ანწუხელიძის თემა, ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც ამ არამატერიალურ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი სიკეთეების დაცვას უკავშირდება, სწორედ შეიძლება ასეთი შეფასების კატეგორია მივცეთ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თუ საფუძველი? იმიტომ რომ აი მაგალითად ეს განცხადება გაკეთდა საგამოძიებო კომისიაზე საუბრის დროს, ასე წაიყვანა საუბარი თეა წულუკიანმა. და მომისმენია მოსაზრება, რომ კომისია და თავადაც ამბობენ, რომ კომისია მუშაობს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები გააქროს, აკრძალოს, მათ არ მისცეს საშუალება არჩევნებში მონაწილეობის, რაღაც აი შიდა პოლიტიკურ პროცესში რაღაც უპირატესობისთვის გამოიყენება. თუმცა ასეთი განცხადებები უფრო მასშტაბურ პრობლემას ხომ არ ქმნის? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი რამ რაც არის ძალაუფლებისთვის კონკრეტული ბრძოლა, ეს არის მმართველი პარტიის სურვილი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და არ დაუშვას ხელისუფლებაში ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ამ ბრძოლას აქვს თავისი წესები და თავისი წითელი ხაზები. როდესაც ერთის მხრივ შენ უნდა გაარჩიო რა არის პარტიული და მეორეს მხრივ არის სახელმწიფოებრივი და ეროვნული. როდესაც ეს ვარი იშლება და შენ სხვა რესურსი შენი ამომრჩევლებისათვის ან ზოგადად მოსახლეობისათვის არ აქვს შესათავაზებელი, რასაც კონსტრუქტივიზმი, განვითარების წესრიგი ქვია, ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც დასაშვებ პოლიტიკურ ბრძოლას განეკუთვნება, შენ უკვე გადადიხარ ამ ზღვას და კარგავ სწორ ნავიგაციას და უკვე მოიშველიებ აკრძალული რეთებს, მათ შორის აი ისეთებს, რომელიც ჩვენ საუბრის დასაწყისში ვახსენეთ. ასევე მინდა მოვისმინო თქვენი მოსაზრება
რატომ არ არის გამართლებული, მომისმენია ეს და თუ ეთანხმებით მითხარით, რატომ არ არის გამართლებული მაგალითად მათი ნარატივი, რომ ყველა სახელმწიფო მტერი იქნება თუ პარტნიორი თუ მხარდამჭერი, იყოს ერთი ტერმინის ქვეშ მოხსენიებული როგორც უცხოური ძალა. ეს ასევე იყო გასულ კვირას სერიოზული განხილვის საგანი, რაც ითქვა ქართული ოცნების მხრიდან. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ახსენეთ და ამ ბრძოლაში ეს არის ინსტრუმენტი, რომ ყველა სახელმწიფო იყოს უცხოური ძალა. რამდენად სწორია? ახლა ზოგადად ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა მათ შორის ეფუძნება მოყვარისა და მტრის სწორად გარჩევას. და ის ჩვენ როგორ მოვიტანეთ ჩვენი თავი დღემდე ავა თუ კარგად, სწორედ ჩვენი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. ეხლა ეს დღეს ის აღრევა ცნებები, რასაც ჩვენ ხედავთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გამოელია ჯანმრთელი და ჯანსაღი ისტორიები და იმისათვის, რომ გამოკვებოს საკუთარი ამორჩეველი პირველ რიგში და შემდეგ უკვე შეცდომაში შეიყვანოს ზოგადად ქართული საზოგადოება, მას უწევს უკვე დაუშვებელი ილეთების გამოყენება, მათ შორის ასეთი აღრევის, ასეთი გადანაცვლების, ასეთი, ესე ვთქვათ, თავდაყირა ისტორიების შეფასებების დაყენების გზით. ეს არის ალბათ გარკვეულწილად ისეთი ვითარება, როდესაც შენ იდეოლოგიურად უკვე კუთხეში ხარ მოქცეული და შენ სხვა შესათავაზებელი არაფერი არ აქვს და ნებისმიერი ხრიკი, ნებისმიერი საშუალება, ნებისმიერი ნარატივი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია, ნებისმიერი შეფასება, რაოდენ აბსურდული არ უნდა იყოს ის, გამოსადეგი არის ერთი მიზნი, თუ ის ემსახურება შენი საძალაუფლებო მდგომარეობის გამტკიცებას. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სად არის ახლა ქართული ოცნება? ის უფრო დასუსტებულია, თქვენ იდეურად კუთხეში მიმწყდეულად მიიჩნევთ, მაგრამ აი ასეთი ინსტრუმენტებით, ასეთი ნარატივით უფრო დასუსტებულია თუ უფრო იმყარებს პოზიციებს, როგორ ხედავთ მას? ქვეყნის შიგნით პარტიებს შორის და ქვეყნის გარეთ ასევე ვნახეთ ირაკლი კობახიძე, ვინც ვახსენე, ანტალიაშია, მას ჰქონდა შეხვედრა ალიევთან, გამოდის ფორუმებზე, შედარებით უფრო რბილი რიტორიკა აქვს ქვეყნის გარეთ ვიდრე ქვეყნის შიგნით. შეიძლება მესიჯები განსხვავდებოდეს, მაგრამ ალბათ ეს პოლიტიკის ცვლილებას სულ არ ნიშნავს. აი, სად ხედავთ მას? სიძლიერე ხომ მხოლოდ ფიზიკური ძალა არ არის. რა თქმა უნდა. შეიძლება ჩვენ დღეს ვხედავთ ფიზიკური ძალის დემონსტრირებას ხელისუფლების მხრიდან და ჯერჯერობით ეს ფიზიკური ძალის დეფიციტი არ შეინიშნება, მაგრამ ეს ფიზიკური ძალა მათ შორის უნდა იმყარებოდეს არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნდამენტს და შეიძლება ითქვას უფრო მნიშვნელოვან ფუნდამენტს. ეს არის სიმართლე და ეს არის სამართლიანობა. და როდესაც შენ გეცლება და ნაცვლად აი ამ მნიშვნელოვანი ფუნდამენტისა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვაკუუმი და დეფიციტი, შენ უკვე მზად ახარ ნებისმიერი ტყუილმართალით შეავსო და რამენაირად ფიზიკური ძალის გამოყენება უკვე გაამართლო. ამდენად ჩვენ შეიძლება ზედაპირზე ვერ ხედავთ ჯერჯერობით აი ამ სისუსტის ნიშნებს, მაგრამ თუ ჩვენ ამ ფუნდამენტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამთ, მე შევეპასუხებოდი მათ, ვინც თვლის, რომ ხელისუფლება ძლიერდება, ან დღეს უფრო მყარად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთ გზის თქვენი ეთერის მეშვეობით გვისაუბრია წინააღმდეგობის მოძრაობის ხარვეზებზე, გარკვეულწილად იმ დაბგოლებებზე, რომელთა გადალახვა ჯერჯერობით წინააღმდეგობის მოძრაობას არ თუ ვერ შეუძლია და მისი ინტეგრალური ნაწილი არის მათ შორის ოპოზიციური სპექტრი, პარტიული სპექტრი, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სარკისებურად, რომ ამათი სისუსტის ხარჯზე ხელისუფლება რამენაირად გაძლიერებული არის. რატომ? იმიტომ რომ მისი იდეოლოგიური საწყისი, რაც სამართლიანობაში გამოიხატება, რაც საკითხებისადმი სწორ, პირუთვნელ, პატიოსან საკითხებისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატება, ამ მხრივ მე მგონი ძალიან დიდი დეფიციტი არის და დიდი ვაკუუმი. რა გავლენას ახდენს მათზე სანქციები? უკვე მეორე კვირაა ჩვენ ვხედავთ დიდი ბრიტანეთი ბოლო პერიოდში ის გააქტიურდა, ეს ქვეყანა გააქტიურდა. სანქციები ახდენს გარკვეულ გავლენას უსულოდ. იმიტომ რომ ნახეთ, ბარემ ჩაგეკითხებთ, აი მოსაზრება იყო თავდაპირველად, რომ ივანიშვილზე მეტად მისი გარემოცვის სანქცირება უფრო ეფექტური იქნება. ასევე მოსაზრება, რომ თუ ვინმე გამოეცლება, ასე ვთქვათ, ამ სისტემას სხვებით ჩაანაცვლებს და ეს არ იქნება მისთვის პრობლემა. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ გავლენას მათ? სანქციებს რა თქმა უნდა აქვს თავისი დანიშნულება, მაგრამ არაერთზის მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან გადაჭარბებული დატვირთვაც მათ არ უნდა მივანიჭოთ. და ამის თაობაზე არის გაცილებით კომპეტენტური კვლევები, რომლებიც მიუთითებენ, რომ სანქცია არ არის ის ჯადოსნური ჯოხი,
რომლის მოქნევის შემთხვევაში შენ შეგიძლია მყისიერად გარკვეულ შედეგს მიაღწიო ველზე. მე ხლა არ მინდა ვთქვათ ამ საკითხების გაშლა, მაგრამ არის თეორიული ნაწილი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სანქციების მყისიერ ეფექტს. ამაზე რომ ეს არის დამატებითი ეფექტი, ეს არის ხელშემწყობი ეფექტი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. ასევე ჩვენ არაერთგზის გვითხოვთ და კიდევ ერთხელ რომ ხაზი გავუსვათ, რომ ძირითადი გამსაზღვრელი პროცესების არის ქართული საზოგადოება და ჩვენ თუ არ მოვინდომეთ და ჩვენ თუ არ ჩვენ თავში არ პოვეთ საკმარისი რესურსი, რა თქმა უნდა, ამით ჩვენ ვერც სანქციას ვერ ჩავანაცვლებთ, სანქციით ვერ ჩავანაცვლებთ ამ გადამწყვეტი ეფექტის ფაქტორის ეფექტს, ვერც ჩვენი პარტნიორები იმაზე მეც ვერ გააკეთებენ, რომ სურვილი კონდეთ, ვიდრე ამის გაკეთება ქართულ საზოგადოებას შეუძლია. ამდენად ჩემი დამოკიდებულება არის ისეთი, აი ზომიერი და გარკვეულწილად აი რაციონალური სანქციების ეფექტის მიმართ. ეხლა რაც შეეხება ამ თქვათ გარემოცვის დასანქცირებას, მე ასევე რო არ გაგვექცეს ჩვენ ეხლა ამ საუბრის ზაფი ერთ რამეს ვიტყვი, რომ სისტემა იმდენად არის შიგნით მოწყობილი, რომ გარდა აღებმიცემობისა ის დაფუძნებული არის ასევე ერთმანეთის ესე ვთქვათ სტომილებებზე, ერთმანეთზე კომპრომატების ხელში ჭერაზე და მათ შორის ერთმანეთის გაშავებაზე. ამიტომ ცოტა უცნაური დასკვნა შემიძლია თქვა, მაგრამ სანქციების გამოყენების შემთხვევაში ან სანქციების წნეხის შემთხვევაში შეიძლება სისტემამ გარკვეული დიდი დისკომფორტის ვერ განიცადოს, იმიტომ რომ მან ის უფრო ესე სისტემაში მონაწილენი კიდევ უფრო მეტად განწირული შეიძლება გახდნენ, რომ ჩაიკეტონ საკუთარ თავში და ერთი მეორეს მხარდაჭერა მიცენ. დიახ. რაც უფრო ბრუტალური შეიძლება იყოს, ბრუტალური არა, მკაცრი შეიძლება იყოს პასუხი, რეაქცია უფრო ბრუტალური. ჯამში, ესე იგი, აი კიდევ ერთხელ რომ ერთი მოკლე პასუხით შემოვიფარგლო, სანქციები რა მიუხედავად მათი ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური დატვირთვისა, ვერ ქმნიან იმ საკმარის დისკომფორტს, ერთადერთი შემქმნელი ამ დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება იყოს ქართველი ამორჩეველი და აი ამაზე უნდა გადავიდეს ძირითადი ტვირთი იმ ცვლილებებისა, რომლის მოლოდინში ჩვენ ყველანი ვართ. მაშინ ასე გკითხავთ თუ სანქციები, რომელიც ახლა ასე გვესახება, ბერკეტია დასავლური სახელმწიფოების მხრიდან წნეხი განახორციელონ, თუ სანქციებზე უფრო ასე ვთქვათ უკულ რეაქცია აქვს ქართულ ოცნებას, რაიმე არის საიმედო მისთვის ქვეყნის გარეთ ქვეყნებთან ურთიერთობაში ქართული ოცნებისთვის. ხო, კიდევ კი. აი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე როცა ვაკეთებთ აქცენტს, ქართული ოცნებისთვის მთავარია მისი ძალაუფლება გაამართლონ და შეიძლება ყველასთან მოახერხოს ურთიერთობა, ასეთი შთაბეჭდილება გააქვთ თქვენ? ესე იგი, კითხვა არის ძალიან კომპლექსური და მე ვისურვებდი, რომ რა თქმა უნდა, უფრო ჩაშლილი პასუხის საშუალება მომეცეს, მაგრამ აი ძალიან მოკლეზე რო ჩამოვიყალიბოთ პასუხი. ჩვენ ხშირად გვსმენია სანქციების მსუსხავ რეპუტაციულ ეფექტზე. მსუსხავ და რეპუტაციულ ეფექტს მაშინ აქვს ის გადამწყვეტი მნიშვნელობა, როდესაც შენ დაეძებ შენს რეპუტაციას და როდესაც შენთვის შენი რეპუტაციული იმიჯი არის გამსაზღვრელი. ესე იგი, ის გეოგრაფიები, რომელთა მხრიდანაც საქართველოს მიმართულებით მოდის სანქციების ტალღა და ეს ხო მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირები არ არის, ეს არის ზოგადად ქვეყნისათვის რეპუტაციული რისკი, მაგრამ ეს ის ვითარებაა, რომლის თავიდან აცილება ჩვენ არ შეგვიძლია. თუ შენ სათანადოდ ამას მხედველობაში არ იღებ, თუ შენ არ გაქვს გარკვეულწილად აი როგორ გითხრათ, იცით, აი აღქმა იმისა, რომ სანქცია მარტო შენ კი არ გაზიანებს, არამედ ქვეყანასაც აზიანებს, ბუნებრივი არის შენი თანდაყოლება, შენ ვერ ჩვენი პარტნიორები ვერ დაიყოლიებენ გადაწყვეტილების მიმღებებს და ვერ განაპირობებენ კურსის შესწავლას, ისე როგორც ზოგადად სანქციის არში არის ჩადებული. ეხლა კითხვის თქვენი მეორე ნაწილი რომ გავშალოთ, ეს ზოგადად მე წარმოდგენა მაქვს, რომ ქართული ოცნების ბირთვი და აქაც თქვა ჩვენ არ ვსაუბრობთ კლასიკურ პოლიტიკურ პარტიაზე, აქ ვსაუბრობთ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე, რომლებსაც მართვის ძალიან ეს თქვა თავისებური ჰიბრიდული ფორმა აქვს შემუშავებული, ისინი ემზადებოდნენ, მათთვის სანქციების ეს ტალღა არ არის მოულოდნელი და შესაბამისად ფსიქოლოგიურად და ალბათ არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ მატერიალური გაგებითაც ისინი ამ ეტაპს ხვდებიან შეძლების დაგვარად მომზადებული. მაგრამ მომზადების გაცილებით მაღალი ხარისხი შეიძლება იყოს იმაში, რომ
სანქციების კვალდაკვალ თუ გაგრძელდება საქართველოს ჩახსნა დასავლური სტრუქტურებისგან და პრინციპში ამ პოლიტიკას ისინი შეგნებულად ანვითარებენ, მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ წელს თუ პროცესები სასიკეთოდ ქვეყნის შიგნით არ შეტრიალდა, ჩვენ ასევე მოწმენი გავხდებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების, ამ ყოველ შემთხვევაში მათი გაფორმალურებისა და მათი გაცხადების. ჩვენ დღეს გვესმის არაერთგზის შეფასება, ეს შეფასებები თითქოს და არტოვებს და თითქოს და კი არა არტოვებს მათი განსხვავებული ინტერპრეტაციის სივრცეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს შეგნებული სვლა სწორედ ჩვენ წელს არც მეტი და არც ნაკლები მიგვიყვანს გარკვეულწილად აი ფორმალურ განცხადებამდე, ფორმალური პოზიციის დაფიქსირებამდე, რომლის არსი სწორედ აი ამაში იქნება რა, რომ შემოტრიალება სხვა მიმართულებით, ეს გეგმა B, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის ეგრეთ წოდებული ალტერნატიული გეგმა, რომელიც არ ტოვებს განცდა არც მე და არც სხვა ჩემს კოლეგებს, რომ ეს გეგმა B არის დამუშავების პროცესში და აუცილებლად ეს გეგმა B გაფორმალურდება. ასე რომ ამის მოლოდინში ჩვენ უნდა ვიყოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ პროცესები სასიკეთოდ არ და ან ვერ შემოტრიალდება. სწორად მესმის, თქვენ გულისხმობთ გეს, სადაც საქართველოს შეიძლება სხვა ქვეყნებთან აღმოჩნდეს მე გულისხმობ გეს, რომელიც გააფორმალურებს საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრირებას ევრაზიულ სივრცეში. ზოგადად აქაც მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოგიხატოთ, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას, რა თქმა უნდა გვქონდეს ურთიერთობა ნებისმიერ გეოგრაფიასთან, გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიურთიერთობოთ არა მარტო დემოკრატიულ რეჟიმებთან, არამედ არადემოკრატიულ რეჟიმებთანაც, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ანაბანა, ნუ გარდა ტერორისტული რეჟიმებისა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერ ასეთ ურთიერთობაში ჩვენი ღერძი, ჩვენი საყრდენი, ჩვენი ინსტიტუციური თვითმფრინავობა უნდა ეფუძნებოდეს დასავლეთთან ინტეგრაციას. სწორედ დასავლეთთან ინტეგრაციის გავლით ჩვენ შეგვიძლია ვესაუბროთ ნებისმიერ სხვა გეოგრაფიას. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ბატონო ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თქვენ დაგემშვიდობებით და დათა თავაძეს გავესაუბრებით